ხმაური და დაპირისპირება იყო თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც პროევროპულ საპროტესტო აქციების დროს დაკავებული 8 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობდა. აქტივისტი ნინო დათაშვილი პროცესზე შესვლას ითხოვდა, თუმცა მანდატურებმა მას ამის საშუალება არ მისცეს და შენობიდან ძალის გამოყენებით გააძევეს. დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში პროევროპულ საპროტესტო აქციების დროს დაკავებული ზვიად ცეცხლაძის, ვეფხია კასრაძის, ვასილ კაძელაშვილის, გიორგი გორგაძის, ირაკლი მიმინოშვილის, ინსაფ ალიევის, თორნიკე გოშაძის და ნიკოლოზ ჯავახიშვილის პროცესი გაიმართა. საქმეს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილი განიხილავს. წინა სხდომების მსგავსად დღევანდელ სხდომაზეც პროკურატურის მოწმეთა დაკითხვა გაგრძელდა. პირველი სხდომაზე გამომძიებელი ლევან ნიჟარაძე დაიკითხა. ლევან ნიჟარაძემ თქვა, რომ მან დააკავა ბრალდებული ვასილ კაძელაშვილი, ჩაატარა მისი პირადი და სახლის ჩხრეკა. ამასთან მისი თქმით მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომ თორნიკე გოშაძის მიერ ჩადენილი დანაშაულის ამსახველი ვიდეო Facebook-ზე იყო განთავსებული. ნიჟარაძე უკვე დაიკითხა ჯგუფური ძალადობის მეორე საქმეზე, სადაც 11 პირია ბრალდებული. ამსახველი ვიდეო ჩანაწერი განთავსებული იყო საჯარო ღია წყაროში, კონკრეტულად Facebook-ის ერთ-ერთ გვერდზე. მოვახდინე აღნიშნული ვიდეო ჩანაწერის დათვალიერება, გადმოწერა და აღნიშნულ ვიდეო ჩანაწერზე ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დანიშვნა. აღნიშნული ვიდეო ჩანაწერი ჩემს მიერ დათვალიერდა 4 დეკემბერს ღამის საათებში, დაახლოებით 3 საათს და გაგრძელდა დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში. ლევან ნიჟარაძის გამოკითხვიდან ირკვევა, რომ მან დაათვალიერა Facebook გვერდი, სადაც სავარაუდო დანაშაულის ამსახველი ვიდეო იყო განთავსებული, თუმცა არ შეადგინა დათვალიერების ოქმი, ვერ მოახერხა ვიდეოს სამტვირთავის იდენტიფიცირება, არ ჩაუტარებია ექსპერტიზა, ხომ არ ჰქონდა ვიდეოს მონტაჟის კვალი და როდის იყო გადაღებული. ყველა ის ინფორმაცია, რომელიც გადამოწმებას საჭიროებდა, პატაკში იყო ასახული და ლევან ნიჟარაძის თქმით, პატაკში ასახული ცნობები არ გადაუმოწმებია. ვიდეო ვინ გადმოგცათ თქვენ, რომლის დათვალიერებაც განახორციელებთ? ვიდეოს შესაბამისი ლინკი ასახული იყო ინფორმაციულ პატაკში. ინფორმაციული პატაკიდან რო გახსენეთ ეს ლინკი, ნახეთ რომ ვიდეოზე იყო პიროვნება სავარაუდოდ. აღნიშნული ლინკის გახსნისას აღმოჩნდა, რომ ვინმე ბექა კასრაძის სახელი და გვარით დარეგისტრირებულ Facebook პროფილზე განთავსებული იყო სავარაუდო თორნიკე გოშაძის მიერ განხორციელებული ძალადობის ამსახველი ვიდეო ჩანაწერი რუსთაველის გამზირზე. თუ დაინტერესდით, ვინმე ბექა კასრაძე ვინ იყო? დავინტერესდით, რა თქმა უნდა, თუმცა მისი იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა. რა გააკეთეთ იდენტიფიცირებისთვის? დათვალიერდა მისი პროფილი, სადაც მას ისეთი ფოტო ედო, სადაც რაიმე მაიდენტიფიცირებელი ნიშანი მისი არ ჩანდა. ასევე ქონა ზოგადი შინაარსის პოსტები გაზიარებული. იმ მომენტისთვის, როდესაც მე ვათვალიერებდი, ბექა კასრაძისთვის მესენჯერის, ანუ მესეჯის მიწერის ფუნქცია გათიშული ქონა. სხვა რაიმე ღონისძიება თუ გაატარეთ იმისთვის, რომ იდენტიფიცირება მოგეხსენათ როგორც გამომძიებელ ცენტრალურ კრიმინალურ პოლიციამ მოგეხსენებათ თქვენი, ასე ვთქვათ, უწყება და აქედან გამომდინარე თუ მიიღეთ სხვა ზომა გარდა იმისა, რომ დაათვალიერეთ. იმ მომენტისთვის რაც შესაძლებელი იყო ყველა სახის ზომა გამოვიყენეთ, თუმცა ბექა კასრაძის ვინაობის დადგენა ვერ მოხერხდა. აი რა ზომებს გულისხმობთ, რა ზომა გამოიყენეთ? ყველა ზომა. ჩამოვთვალე, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ბაზაში მოძიებული იქნა სავარაუდოდ ბექა კასრაძეები, თუმცა ვერ დადგინდა კონკრეტულად აღნიშნული პროფილის მფლობელის ვინაობა და მაიდენტიფიცირებელი მონაცემები. ანუ თქვენს მიერ დათვალიერებულ ვიდეოს შემდგომ თქვენ დანიშნეთ ექსპერტიზა, ხომ ასეა? დიახ, ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზა. თუ დაინტერესდით აღნიშნულ ვიდეო რამდენად ავთენტური იყო? კითხვის შინაარსს ვერ მივხვდი. თუ დანიშნეთ ექსპერტიზა, თქვენ თვითონ თუ დაგაინტერესდათ, რომ აღნიშნული ვიდეოს რაიმე მონტაჟის სახით, ან რაიმე კვალი ხომ არ ქონდა, ექსპერტიზა ხომ არ დაგინიშნიათ? აღნიშნულზე ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო პიროვნების იდენტიფიკაცია და შესაბამისად ჰაბიტოსკოპიურ ექსპერტს კითხე აღნიშნულ პიროვნებაში და აღნიშნულ ვიდეო ჩანაწერში იყო თუ არა თორნიკე გოშაძის გამოსახულება. კი, მაგრამ თქვენ ხო ამის შემდგომ იცოდით, რომ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყებოდა და ანუ ობიექტური გამოძიების მიზნით არ დაინტერესდით თქვენ, რომ ნამდვილად თორნიკე გოშაძე თუ იქნებოდა, იქ მონტაჟის კვალი ქონდა თუ არა ვიდეოს? მე უკვე გითხარით ჰაბიტოსკოპიურ ექსპერტს კითხე აღნიშნულ ვიდეო ჩანაწერში
გამოსახული პიროვნება იყო თუ არა თორნიკე გოშაძე. ეგ გავიგე რომ კითხეთ, სად როგორ ვინ სისხლის სამართლებრივ დევნას დაიწყებდა, ეს ჩემთვის რა თქმა უნდა უცნობი იყო. სამბრალდებულს ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძეს და ვასილ კაძელაშვილს გამოძიება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავება 5 ირაკლი მიმინაშვილს, ინსაფალიევს, თორნიკე გოშაძეს, ნიკოლოზ ჯავახიშვილსა და გიორგი გორგაძეს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან, მათ 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.